გაზაში დაჩენილი ჰამასის მთავრობის წარმომადგენლებმა გამოაცხადეს საკუთარი დაშლა, მას შემდეგ რაც გადადგა ეგრეთ წოდებული საგანგებო კომიტეტი. ჰამასის ხელმძღვანელობით მოქმედი ადმინისტრაცია, რომელმაც ბოლო წლებში სასტიკად აკონტროლებდა სექტორს. ეხლა ეს ნაბიჯი თითქოს იმისთვის გადაიდგა, რომ გზა გაეხსნას მათი უფლებამოსილების გადაცემისთვის ღაზის ადმინისტრაციის ტექნოკრატიულ ეროვნულ კომიტეტზე, რაც ტრამპის სამშვიდობო გეგმის ნაწილია. ეხლა როგორც ჩანს, სამოქალაქო თანამშრომლები გააგრძელებენ თავიანთ საქმიანობას, ხოლო მთავრობის ინსტიტუტების ამჟამინდელი ხელმძღვანელები გარდამავალ ეტაპზე დროებითად ჩაითვლებიან. მაგრამ ჩვენთან ერთად არის დოქტორი არიელ ხორები. ის ახლო აღმოსავლეთის ქსელური ანალიზის განყოფილების ხელმძღვანელია და ასევე მოშე დაიანის ცენტრიდან თელ-ავივის უნივერსიტეტში. და დღეს ის ნიუ-იორკიდან გვერდება, ასე რომ მადლობას გიხდით, რომ ჩვენთან ხართ. ვითარით თქვენი აზრი ამ ნაბიჯზე. ჩანს, რომ ეს ნაბიჯი იმის საჩვენებლად არის გადადგმული, რომ ტერორისტული ჯგუფი მზადაა გადასცეს ღაზას სექტორის ადმინისტრირება პოტენციურად მომავალ ეროვნულ კომიტეტს. ჰამასი ამტკიცებს, რომ მათ ყველა ადმინისტრაციული ნაბიჯი გადადგეს უფლებამოსილების გადასაცემად. იცით, მართლა ასეა. და ახლა რა ხდება? რა უნდა მოხდეს ახლა? ეს უბრალოდ ბურთის ჩვენს მოედანზე, ისრაელის მოედანზე გადაგდების გზაა. ეს არსებითად არაფერს ნიშნავს, რადგან ისინი უბრალოდ ამბობენ, კარგი, ჩვენ გადავდგებით, ჩვენ გადავცემთ უფლებამოსილებას, როგორც უკვე ბევრჯერ შევთანხმდით, სამშვიდობო კომიტეტს და ტექნოკრატების კომიტეტს, რომელიც უნდა მართავდეს ღაზის სექტორს. მაგრამ არსებითად ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს იარაღს, ვინარჩუნებთ მთელ ჩვენს სამხედრო ძალას, ჩვენს კონტროლს. ძალისმიერი საშუალებები, როგორც ვამბობთ, და შესაბამისად, საბოლოო ჯამში ძალაუფლება ჩვენ გვრჩება. მაგრამ რასაც ისინი სურთ წარმოაჩინონ, დავით, ძირითადად ისა, რომ თითქოს თანამშრომლობენ სამშვიდობო კომიტეტთან, მაშინ როცა ასე არ არის. და კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლაი მელდანოვმა უკვე რამდენჯერმე დაემუქრა მათ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. უთხრა, რომ შეთანხმებას არ ასრულებენ. მე ამის შესახებ განცხადებას გავაკეთებ და ვიტყვი, რომ სწორედ თქვენ ხართ ის, ვინც ხელს უშლით შეთანხმების შემდგომ განვითარებას. და ჰამასი უბრალოდ ცდილობს ბურთი ჩვენს მოედანზე გადმოაგდოს, როგორც უკვე ვთქვი. შეიძლება ეს გამოუვიდეთ. იმიტომ რომ საერთაშორისო დონეზე ისმის არგუმენტები, რომ ჰამასი თითქოს წინ მიდის ამ საკითხში. ისრაელის მხარე აფერხებს ამ გარდამავალი საბჭოს შესვლის შესაძლებლობას და ეს არარეალური მოლოდინია, როგორც საერთაშორისო დონეზე ამბობენ. არა ჩემი სიტყვებია, რომ ჰამასი მანამდე განიარავდეს, რაც არარეალურია. პალესტინური სტრუქტურა უნდა შემოვიდეს პირველ რიგში და ეს უზრუნველყოს. ამიტომ როგორც ჩანს, აქ გარკვეული შეუსაბამობაა, როგორც ამას ამტკიცებენ, რეალურად ისრაელია, ვინც აფერხებს ამ პროცესს, რადგან ელოდება რაღაცას, რაც არასდროს მოხდება. სხვა სიტყვებით რომ თქვათ, ჰამასის ყველა წევრმა უნდა დაპაროს იარაღი. თქვენ როგორ უყურებთ ამას? ზუსტად ამას ელოდნენ ისინი და მათი შუამავლები, მათ იცოდნენ, რომ დროს გაატარებდნენ, ყველას დააჯერებდნენ, თითქოს, აიცით, საწყალი მშვიდობიანი მოსახლეობა და ამიტომ უნდა დავთმოთ ჰამასის განიარაღება, მაგრამ ისრაელი ამბობს, მოусმინეთ, ეს შეთანხმების მეორე თავია. და ის ფაქტი, რომ მეორეა მის მნიშვნელობას უსვამს ხაზს ჩვენთვის. ცხადია, ამ საკითხზე უარს არ ვითყვით. მაგრამ ჰამას მხარს უჭერენ თურქეთი და კატარი და ასევე შუამავლები, ზოგადად რომ ვთქვათ. ეხლა ყველაფერი შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული, რომ მტკიცედ იდგეს, როგორც ვნახეთ ნიკოლაი მელდანოვიც ამ საკითხზე მტკიცედ იდგა და ის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა ამ საკითხში. და ის მხარს უჭერს ისრაელის პოზიციას ამაში. და საბოლოო ჯამში ისრაელმა უნდა თქვას, მოусმინეთ, ჩვენ არავის მივცემთ ამის უფლებას. იცით, არავის მივცემთ უფლებას გააგრძელოს რაიმე ამ საკითხთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანი პირობის გარეშე, რაც არის ჰამასის განიარაღება. რაც ყველას გაახსენებს, რომ ეს ტერორისტული ორგანიზაცია, რომელსაც აქ ნდობის კაპიტალი საერთოდ არ აქვს, ესე ვთქვათ. ასე რომ მართალი ხართ, ისრაელის მხრიდან არ უნდა გარისკონ. მაგრამ როგორ ფიქრობთ, რა კავშირებია სხვა ფრონტებთან ან გაკვეთილებთან? ასე ვთქვათ, ჰამასმა შეიძლება უკვე ისწავლა ჩვენი ბრძოლიდან, ჰეზბოლასთან, ირანთან. და ისინი ჩუმად აკვირდებოდნენ გვერდიდან, შეიძლება ითქვას. ეს იყო ყველაზე მშვიდი ფრონტი ისრაელის ბოლო 1 წლის განმავლობაში. ან ასე, შარშან, სექტემბრის შემდეგ, როდესაც მძევლების შეთანხმება შედგა. არის გაკვეთილები, რომლებსაც ისინი სწავლობენ. გაკვეთილები, რომლებიც შეიძლება არ გვინდოდეს, რომ ისწავლონ იმ ფრონტებიდან. იცით, დღის ბოლოს თუნდაც ჰამასის ასე წოდებულ ზომიერებსა და რადიკალ ჯიხადისტებს შორის
საბოლოო მიზანი ერთია, რაც ისრაელის განადგურებაა. ასე რომ საქმე ისაა, რომ მათ შორის დებატი არ არის იმაზე, უნდა გავაგრძელოთ თუ არა ამ მიზნისკენ სწრაფვა, არამედ იმაზე, როგორ უნდა მივახციოთ ამ მიზანს და რა ვადაში. ეს ყოველთვის ჰამასში არსებული საკითხია. ასე რომ არ უნდა ველოდოთ, რომ ისინი ამ ხრივ მნიშვნელოვნად და ფუნდამენტურად შეიცვლებიან. ისინი მაინც იბრძოლებენ ჩვენი განადგურებებისთვის და ერთადერთი საკითხია, რა სახის კომპენსაციას შესთავაზებენ გზადაგზა, რათა გადარჩნენ. ასე რომ ისინი ამას ყველაფერს ხედავენ. მაგრამ იცი დავით, ჰამასისთვისაც კი ეს პირველი შემთხვევა არ არის. მათ გადარჩენა შეძლეს 2004 წლის მეორე ინტიფადის დროსაც, როცა ისრაელმა მართლაც ძლიერად დაარტყა მათ. და ორ ნახევარ წელიწადში მათ ხელში ჩაიგდეს ღაზის სექტორი. ისინი საკმარისად ძლიერები იყვნენ ამის გასაკეთებლად. ასე ფიქრობს ჰამასი ნებისმიერი მსგავსი გამოწვევის მიმართ, მათ შორის ყველაზე რთულებისაც. ხშირად ვაფასებ იმ სიცხადეს, რასაც ისინი გთავაზობენ. თუ წაიკითხავთ და მოусმენთ იმას, რასაც ისინი ამბობენ, ხომ ასეა? ისინი არ ცდილობენ სხვა წარმოჩენას. ჰეზბოლასა და ირანთან ერთად ისინი მაინც იმას ამბობენ, რასაც ფიქრობენ. ყველამ უნდა მოусმინოთ მათ. დოქტორ ჰერალ ჰერალი, მადლობა რომ ჩვენთან იყავით.